დღეს მესაზღვრის დღე აღინიშნება პროფესიული დღე. ქართულ მესაზღვრეებს პირადად მიულოცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი. ამ წუთებში წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ საზღვარს. დაცული სახელმწიფო საზღვრები დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია. რადგან ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყნისთვის საზღვარი სახელმწიფოებრიობის ძირითადი საფუძველია. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თქვენი სარისკო, მაგრამ ქვეყნისათვის აუცილებელი პროფესია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, მის საზღვრების ურღვევება და სახელმწიფოებრიობა ბევრად არის დამოკიდებული თითოეულ თქვენგანის თავგანწირვაზე, გმირობასა და პროფესიონალიზმზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურები თავის საქმიანობას ახორციელებენ საყოველთაო ცნობილი პრინციპით. ღია და ამავე დროს დაცული საზღვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საზღვრები დაცული უნდა იყოს ყველა სახის უკანონო და არალეგალური ქმედებებისგან. მაგრამ ღია იყოს კანონიერი გადაადგილებისა სახელმწიფოთა შორის ლეგალური ურთიერთობისთვის. ამ პრინციპით სახელმწიფო საზღვრის დაცვა სწორედ კარგად მომზადებული და გაწვრთნილი მესაზღვრეების მეშვეობითაა შესაძლებელი. მესაზღვრის საპატიო პროფესია გაკისრებთ პასუხისმგებლობას ყველას, ვინც საზღვრის დაცვის მეტად მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებენ. საზეიმო და სადღესასწაულო დღეებში, როგორც წესი, პრობლემებზე ნაკლებად ლაპარაკობენ, მაგრამ არ შემიძლია გვერდი ავუარო ჩვენი ქვეყნის საერთო სადგილას. არაკონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს დიდი პრობლემაა, რომელსაც მხოლოდ გონივრული, თანმიმდევრული, მაღალპროფესიული, კეთილმეზობლური და მშვიდობიანი მიდგომა სჭირდება. აქვე მინდა პატივი მივაგო იმ ჯარისკაცთა, ოფიცერთა თუ სამოქალაქო პირთა ხსოვნას, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის დაცვისას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწევიან. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით აზერბაიჯანელი ერის წარმომადგენელი ჩვენს პირად შემადგენლობას და თელს მოსახლეობას გულოცავ ნოვრუზის დღესასწაულს, მათი ახალი წლის დადგომას გაზაფხულის ბუნიობის დღეებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თავდადებისთვის, რომლითაც ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მე მჯერა ყველას ღირსეულად განაგრძობ თქვენ საქმიანობას და თუ საჭირო გახდება, სიცოცხლეს არ დავიშურებთ ჩვენი ქვეყნის საქართველოს საკეთილდღეოდ. ვისურვებთ, რომ უახლოეს მომავალში თქვენი მოვალეობა შეგესრულებინოთ გამთლიანებული საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს ხო პირდაპირ ჩართვა წითელი ხიდიდან ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული დღე პირადად მიულოცა ქართულ მესაზღვრეებს.